მახსოვს, როგორ წავედი პირველ კლასში. 5 თუ 6 წლისა ვიყავი. ახლა რომ ის დღე იყოს და ის ვიცოდე, რაც დღეს ვიცი. რას გავაკეთებდი? ან რომ შემეძლოს ჩემ თავს რჩევა მივცე, რას ურჩევდი? რასაც ჩემ თავს ურჩევდი, ზუსტად იგივე მინდა გირჩიოთ თქვენს. ღვთის ძალით, ღვთის წყალობით თქვენ ახლა იწყებთ ცხოვრებას. სამყაროში, სადაც ყველა იტყუება და ყველა თავისას ეძებს. ასეთ სამყაროში თქვენ გჭირდებათ ბრძენი წინამძღვარი, უღალატო მეგობარი, ვისთვისაც თვითონ თავისთვის მიუღებელია ნებისმიერი სიცრუე, ნებისმიერი ფორმით და ვარიაციით. ასეთი მრჩეველი უნდა გახდეს სახარება და ის ადამიანები, ვისაც ღვთის კანონად აქვს. სახარებაში მოქმედებს სამება ღმერთის ენერგია. წაიკითხეთ ხოლმე სახარება, დაიმახსოვრეთ, კი არ გადახედოთ ხანდახან, როცა საქმე არ გაქვთ, არამედ ისწავლეთ და რაც იქ წერია გააკეთეთ ხოლმე. ღვთის კანონებით მოქმედება, სახარებით ცხოვრება, თქვენ შეგძენთ სამება ღმერთის მადლს. მადლის შეძენა ეს არის განხრთობა. ღვთის გზაზე ხშირ შემთხვევაში პირველი დაბრკოლება არიან ხოლმე მშობლები. თუ თქვენი მშობლები, მამა, დედა, ბებია, ბაბუა ისეთ რამეს გასწავლიან, რაც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. გირჩევთ რომ ღმერთს დაუჯეროთ, რომ გაგიჭირდებათ, მამები და დედები ვეღარ გიშველიან, იმათ თავის გაჭირვება ექნებათ. უფალმა თქვა, ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის ჩემი ღირსი არ არისო. იყო ერთი დიდი მოღვაწე, წმინდა იოანე სინელი. ამ ადამიანს ასეთი რამ უწერია. სჯობს მშობლები დაამწუხრო, ვიდრე უფალი, რადგან მან შექმნა ჩვენ და გვაცხოვნებს, ხოლო მშობლებს ხშირად დაუღუპავთ საყვარელი შვილები და მარადიული სატანჯველისათვის მიუციათ ისინი. ვიცი ადამიანები ჩემს სამეგობროში თავისი მამის და დედის ჭკუაზე რო ეცხოვრათ, ახლა ფიზიკურად არ იქნებოდნენ ცოცხლები, დიდი ხნის წინ გარდაიცვლებოდნენ. როგორც ფინანსურ ცხოვრებაშია, არავინ არ იმუშავებს თქვენს მაგივრად. ზუსტად ასევეა სულიერ ცხოვრებაში. არავის არ შეუძლია თქვენს მაგივრად მოღვაწეობა. და რომც შეეძლოს, რაღაც არ ამგონია, რომ ვინმე მიმოღვაწეოს სხვის მაგივრად. როგორ უნდა იბანაოს ერთმა ადამიანმა მეორის მაგივრად? როგორ უნდა ვისუნთქო სხვის მაგივრად? როგორ უნდა გამოიძინოს სხვა ადამიანმა ჩემს მაგივრად? არც როგორ. თქვენი გასაკეთებელი თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენი სასწავლი თქვენ უნდა ისწავლოთ. ღვთის სიტყვა. ღვთის გზაზე აუცილებლად დაგჭირდებათ მოწყორი. როგორც სკოლაშია, ბავშვი, რაც არ უნდა გონიერი იყოს, რაც არ უნდა ჭკვიანი, წარმატებული, ვიღაცა ჭირდება, ვინც აუხსნის და გააგებინებს. უნდა იპოვოთ ვინმე მადლმოსილი ადამიანი, ვისგანაც სწავლა შეიძლება, ვისაც ღვთის კანონი კანონად აქვს და ვისზეც თვითონ ღმერთი ამოწმებს თავისი მადლით. ჩვენ ადამიანები ვართ, შეიძლება მოვტყუდეთ. გვეგონოს, რომ წარმატებულია და 10-20 წლის მერე აღმოჩნდეს, რომ ცოტა სხვანაირად არის. ან სულაც არ არის ესე. ვიზეც ღმერთი დაამოწმებს თავისი მადლით, ესე იგი იმისი ნდობა შეიძლება. ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები. მოგეცინ შენ უფალმა გულისაებ შენისაო. ამაში რა იგულისხმება? წმინდანებს ასე უწერიათ, რომ თქვენი მომავალი ცხოვრება თქვენგან დამოუკიდებლად ღვთის მიერ წარიმართება ისე, როგორ არჩევანსაც, დაფარულ არჩევანს თქვენ გააკეთებთ თქვენ გულში. თუ თქვენ გულში იტყვით, არ არის აუცილებელი ამისი ქვეყნისთვის უწყება,
რომ თავარია ჭამო, სვა, ასე შემდეგ. მაშინ უფალი მიგიშვებთ, რომ ჭამოთ, სვათ. ოღონდ მერე თქვენ გადაიხდით ამის საზღაურს. და თუ თქვენ გააკეთებთ ამ არჩევანს, რომ კი ბატონო, ჭამოთ, ვიცხოვროთ, მაგრამ ჯერ ღვთის კანონი, მაშინ დიდხანს იცხოვრებთ, იქნებით ჯანმრთელები, მადლმოსილები და არ ინანებთ. გარდაცვალების შემდეგ არ ინანებთ. უფალმა თავის ვენახში მუშაკებს რომ დაუძახა, ასე უთხრა, რატომ დგეხართო მთელი დღე უქმად. წმიდათა განმარტებით, რაც არ უნდა სუპერაქტიური იყოს ადამიანის ცხოვრება. თუ ეს არის მიწიური ცხოვრება, იყიდე გაყიდე, წაიღე წამოიღე. ეს ყოფილა უქმობა და ერთ ადგილზე დგომა. თქვენი გამოუცდელობა, უბრალოდ ასაკის გამო, უნდა აანაზღაუროთ, თქვენი გამოუცდელობის კომპენსაცია უნდა მოახდინოთ სხვისი გამოცდილებით. სახარება და მადლმოსილი მოძღვარი უნდა იყოს აუცილებელი ატრიბუტი თქვენი ცხოვრებისა. ვისაც უნდა, რომ ცხოვრებაში იყოს წარმატებული, რომ მას ცნობდნენ, რომ გამდიდრდეს, რაღაცას მიაღწიოს, ყველას უნდა ეს. ამაზე დიდს ვერ მიაღწევთ, რომ გახდეთ მადლით ღმერთები. განხრთობას გაჩუქებთ სახარების მორჩილება. ღმერთმა გაგახაროთ.